ნიკო მოახერხა ის, რომ სწორედ ეს ყველასათვის საყოველთაო თხრობის მანერა, საყოველთაო ენა, რომელსაც თარგმანი არ ჭირდება მოწებლა. გაივლის მერე წლები და უკვე 1926 წელს ლადო გუდიაშვილის გამოფენაზე ტიციან ტაბიძე იტყვის, რომ ეს მაშინდელი 19 წლის გამოფენა 100 წელიწადში ერთხელცა რო გაიხსნებაო, იმას გავდაო თავისი მთელი ქართული შემოქმედებითი ბირთვით. მიშელ ლუდამთუ ხატვარი ნახულობს დუქნებში ნამუშევრებს, ახრთოვანებული ქართულ ჯოტოთ მოიხსენიებს მას და ფაქტობრივად ამ დღიდან იწყება ფიროსმანის კოლეგებისგან დაფასება. ძალიან მიხარია, რომ გაქვთ ეს საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც კონკრეტულად ბავშვებისთვის არის, რომელსაც ძალიან ბევრ ამას მისცემს და ძალიან მიხარია, რომ ეს ფიროსმანისგან მოხვდება და მათი ნამუშევრებისგან ეს კიდევ უფრო მეტად ამაღლებელი და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. ის მუდამ თანამედროვეა. მუდამ საკითხით დგას იმ ტენდენციებით, რა ტენდენციებიც თანამედროვე სახვით ხელოვნებაში არის პრიორიტეტული. ეს იყო მაშინაც და ახლაც ძალიან თანამედროვე. მოგესალმებით, მე თათაჩი ოკულაძე ვარ. ეს გადაცემა არტაიმია. დღეს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ვიმყოფებით. ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები გვინდა რომ დაგათვალიერებინოთ და ვეცადოთ მის ახლებურად აღმოჩენაში დაგეხმაროთ. ამ ყველაფერში დაგვეხმარება ჩვენი ძალიან საინტერესო სტუმარი, რომელიც ასევე უძღვება საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ბავშვებს ეხმარებათ ხელოვნებასთან დაახლოვებაში. მოგესალმებით, ჩვენი გადაცემის სტუმარია რუსო მერაბიშვილი. გამარჯობა. ხელოვნებათ მცოდნე, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი საპასუხისმგებლო საქმე მუზეუმში. ძალიან გვიხარია რომ შეგხვდით. ჩვენს მაყურებელს გვინდა ვესაუბროთ როგორც ფიროსმანის ნამუშევრებზე, ასევე საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა არ მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ჩემთვის, ჩვენი მაყურებელს დაასრულებისთვის ყველასთვის არის, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. რასთან არის დაკავშირებული და როგორ ისწავლება და როგორ ცდილობთ, რომ უფრო მეტად დაახლოვოთ ხელოვნებასთან ადამიანები. გმადლობთ. პროგრამას რაც შეეხება, მოგახსენებთ, ყველა ექსპოზიცია ეროვნულ გალერეაში არსებული ყველა ექსპოზიცია გულისხმობს თავის თავში საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის გარკვეული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას. ფაქტობრივად ეს არის თანმდევი საგანმანათლებლო პროგრამები ნებისმიერი ექსპოზიციისთვის. ამჯერად მე სურს მოგითხროთ ფიროსმანის შესახებ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც განკუთვნილი არის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის და საინტერესო იქნება მოგითხროთ იმ გამოცდილებაზე, რომელიც მივიღეთ წლების განმავლობაში ამ პროგრამების ჩატარებისას. დიახ, და საინტერესოა ის პროცესი, თუ როგორ ასწავლის და როგორ ცდილობთ მათში რაღაცნაირად უფრო მეტად გააღვიძოთ ეს ხელოვნების ინტერესი, ამასთან დაკავშირებითაც და ასევე ნამუშევარით შეგვიძლია გამოვიყენოთ ამის მაგალითად. მოგახსენებთ, პირველ რიგში ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამა ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმითი, რომ ბავშვი გამოვიწვიოთ, აღმოვაჩინოთ მძებნელის ინსტინქტი, ამიტომ ყველა საგანმანათლებლო პროგრამა ფაქტობრივად დაფუძნებული არის ინტერაქტიულ გამოცდილებაზე და ორ განყოფილებას მოიცავს, ეს არის თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა. პრაქტიკული მეცადინეობა ძალიან ბევრისთვის ალბათ აღიქმება ეგრეთ წოდებული მზა ნამუშევრის გადმოხატვისას, ხო? მაგრამ არა, ეს არის უკვე საკუთარი აზრი მიღებულ ინფორმაციაზე, მიღებულ გამოცდილებაზე და ეს არ არის ზუსტი, ასე ვთქვათ, ასლის გადაღების მცდელობა. ეს არის საკუთარი ვერსიის, საკუთარი აზრის დაფიქსირება ფიროსმანის მიერ მოწოდებულ გნებავთ კომპოზიციაზე, გნებავთ იდეაზე, გნებავთ ფერთა გამაზე, გნებავთ მასალაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ასევე მაინტერესებს, როგორც ვიცი, 1919 წელს მოეწყო დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანის გამოფენა. შეიძლება ბევრმა ადამიანმა არ იცის და მინდა რომ თქვენ მოუყვეთ ამის შესახებ. 1919 წელს აქ მოეწყო ქართულ მხატვართა ერთობლივი გამოფენა. ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებთან ერთად აქ გამოფენილი იყო გიგო გაბაშვილის ნამუშევრები, ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ანუ ქართულ მხატვართა ერთობლივი ნამუშევრების გამოფენა იყო და გაივლის მერე წლები და უკვე 1926 წელს ლადო გუდიაშვილის გამოფენაზე ტიციან ტაბიძე იტყვის, რომ აი ეს მაშინდელი 19 წლის გამოფენა 100 წელიწადში ერთხელ ცარო გაიხსნებაო, აი იმას გავდაო თავისი მთელი ქართული შემოქმედებითი ბირთვითო ხელის გულზე ჩანდაო. და ეს იყო ძალიან დიდი მუხტი ჩვენი შემოქმედებითი მთლიანი, ასე ვთქვათ, გუნდისთვისო. ასე ამბობდა ტიციანი. ნატრის თვალს გავდაო, ცარომ გაიხსნება. ნატრის თვალს გავდაო, ცარომ გაიხსნება და სურვილი უნდა ჩაიფიქრო. ანუ იყო ნიკოს ნამუშევრები, რომელიც უკვე დაკარგული იყო, უკვე არ ჩანდა. და ალბათ უკვე 1 წლის გარდაცვლილიც იყო, მოგეხსენებათ ის 1918 წელს გარდაიცვალა. დავარღვიეთ ასები. ესეც ვუთხრათ ასევე ჩვენს მაყურებელს, რაც მე შემთხვევით მომივიდა თუ რა არის ეს ხმაურის გამომწვევი. ხმაურის გამომწვევი ეს არის გამაფრთხილებელი ზოლი, რომელიც ჩვენ თავიდან უნდა დაგვეფიქსირებინა, შეგვემჩნია და არ უნდა გადავკვეთოთ ეს ზოლი. ეს არის უსაფრთხოებისთვის, ნამუშევრისაც და დამთვალიერებლის უსაფრთხოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა რომ ნიკოს ნამუშევრებზეც ვისაუბროთ და დაახლოებით ჩვენს მაყურებელს წარმოდგენა ავუმაღლოთ თუ რას ნიშნავს ეს საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც კონკრეტულად მუზეუმს აქვს ბავშვებისთვის, თუმცა მე მგონია რომ როგორც დასრულებისთვის უფრო მეტის შეტყობა, როდესაც გვინდა ნიკოს ნამუშევრებისგან, აი სწორედ ეგ დაგვეხმარება, რომ მივხვდეთ მხატვრის სიღრმისეულ, ესე რომ ვთქვათ, ნიშნებს და აი მინდა რომ თუნდაც ამ ნამუშევრებზე ვისაუბროთ. მოდით იცით რა რაკურსი ავარჩიოთ, არა მარტო შემოქმედებითი პროცესი, არა მარტო კონკრეტულად ნამუშევარი, არამედ რაღაცა ისტორიული ფაქტის დაფიქსირების და ესეთი დროის კაფსულის ჩვენების ეფექტით განვიხილოთ. აი კონკრეტულად ეს ნამუშევარს ქვია ვირის ხიდი. ეს არის ზეთის სახებავებით შესრულებული ნამუშევარი მუშამბაზე და ვირის ხიდი მოგეხსენებათ თბილისისთვის და თბილისური სამყაროსთვის თავის თავში გულისხმობს ძალიან ვიწრო ხიდს. მაშინ ამდენი ხიდი არ იყო თბილისის მტკვარზე გადასასვლელი ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე და იყო ძირითადად ბორანები იყო და 1-2 დიდი მნიშვნელოვანი ხიდი, მაგრამ პატარა ხიდუკები, ასე ვთქვათ, ვიწრო ხიდები, საცალფეხო ხიდები, აი ესე ვირის ხიდის სახელით იყო ცნობილი. რაც გულისხმობს იმაში, რომ პატრონი ვირის გვერდით ვერ გაივლის, ანუ ვირს უშვებს მარტო, იმდენად ვიწროა ეს ხიდი და დაერქვა, ასე ვთქვათ, საცალფეხო ხიდს ვირის ხიდი. მაგრამ გარდა ამისა, რას გულისხმობ დროის კაფსულას, ეს ნამუშევარი გვიყვება იმ სიტუაციას, იმ ისტორიას, რომელიც, ასე ვთქვათ, რესტორანს ვირის ხიდს ეხება, გნებავთ რესტორანი, გნებავთ კაფე და არქვით ღია ცის ქვეშ, ან ასე ვთქვათ, დასასვენებელი ადგილი, მტკვრის ერთ-ერთ სანაპიროსთან გახდათ ეს და გამოირჩეოდა მრავალფეროვანი, ასე ვთქვათ, ადგილებით დასვენებისთვის. იქ იყო დაუშვათ ტალავრიანი, ხედავთ საჭრtildeობელი იყო, იქ სადაც ხედავთ დასარტყამებზე და დიბლიბიტოს ხედავთ და საყვირებზე უკრავენ, ხო? აქეთ კინტაურს ცეკვავენ. აქეთ მხარეს ტივზე სხედან და მოგეხსენებათ, მე რამდენი ბოთლი გამოუცლიათ უკვე, ხო? სადღეგრძელოები არ ილევა. აქვე ანუ არის ძალიან კარგი მთხრობელი. მას შეუძლია ძალიან გულწრფელად, ძალიან ზუსტად დახატოს სიტუაცია და ჩაგვითრიოს ჩვენს ამ ამბავში. ისეთი საერთო
მახასიათებლებით დანახული ადვილად გასაგები ისტორიები აქვს ჩვენთვის შემონახული და დღეს რა თქმა უნდა ეს რესტორანი არ არსებობს. ანუ იქ სხვადასხვა ტიპის მუსიკის მოსმენა შეიძლებოდა, ხო? როგორც ხედავთ და სხვადასხვა ტიპის დასვენება შეიძლებოდა ყოფილიყო. იქ ცეკვაც შეიძლებოდა, ხედავთ აქეთ დათვით, ჯაჭვით მიბმული, ხო? იქ ალბათ ფოტოებსაც იღებდნენ გარდა ესე ვთქვათ დასვენების. ანუ დროის სასიამოვნო გასატარებელი ადგილი იყო. რა თქმა უნდა აღარ არის ეს ვირის ხიდი. აღარ არსებობს, მაგრამ სამაგიეროდ გვაქვს ასეთი ფოტო დოკუმენტი, ესე ვთქვათ, ამ ხელოვნების ნიმუში, კი ბატონო, აი ესეთი პატარა ისტორია, რომელიც რიგით საღამოს ეხება აი ამ ვირის ხიდის ცხოვრებით. კი ბატონო, შეგვიძლია გადავინოსოთ და სხვა ნამუშევრებზეც ვისაუბროთ და აქვე მინდა რომ ჩვენს მაყურებელს ასევე ვუთხრათ, რომ მე როგორც ვიცი და როგორც ესე ვთქვათ, ცნობილი არის, მას ძალიან ბევრი ნამუშევარი ჰქონდა შექმნილი და ჩვენ დაახლოებით რაოდ 200-მდე გვაქვს მე მგონი შემონახული, ხო? ეს არის როგორც ხელოვნების მუზეუმში დიმიტრი შევარნაძის სახელობის განთავსებას გულისხმობ. დიმიტრი შევარნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, სიღნაღში არის და კერძო კოლექციებში რუსეთში. და ასევე მისი ნამუშევრებიდან შეიძლება ითქვას, რომ ის ხატავდა როგორც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, ასევე ცხოველებს, ასევე ისტორიას ეცნობოდა როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში, იმიტომ რომ იაპონიის ომი აქვს მას დახატული, ასევე ეს უკვე იმას მიანიშნავს, რომ რუსეთ-იაპონიის ომი. ხო, საკმაოდ ბევრი ინფორმაციას ფლობდა მაშინ. აი ამასთან დაკავშირებითაც რომ მოვუყოთ ჩვენს მაყურებელს. მე მინდა მოგახსენოთ, რომ პიროსმანს არ დარჩენია ფაქტობრივად ჟანრი, სახეობა, რომელსაც მას არ უმუშავია. ეს არის პორტრეტი, ეს არის ნატურმორტი, ეს არის ყოფითი ჟანრი, ანიმალისტური ჟანრი, ბატალური ჟანრი, ისტორიულ-ბატალური ჟანრი, სრული სიმრავლე. ხო? და აი რას თქვენ ბრძანეთ, ის საქმის კურსში ეს არის ადამიანი, რომელიც სულ კითხულობს, სულ ვითარდება, სულ მუშაობს თავის თავზე, საკუთარ თავზე. არ აქვს მნიშვნელობა ამას ინტელექტუალური, ინფორმაციული მუშაობა ქვია თუ ხელით მუშაობა ხატვას გულისხმობ. ანუ სულ პროცესია, სულ ძიების პროცესია, ასე ვთქვათ. და ამიტომ ჟანრული მრავალფეროვნებაც, არ გვიყვარს მისგან. უბრალოდ ჩვენ ამ შემთხვევაში მოდით მივაქციოთ ყურადღება, ეს გახლავთ აბრა, რომელიც თუნუქის ფირფიტაზეა შესრულებული. როგორც ხედავთ, ეს არის რეკლამა ცივი ლუდისა, წარწერიდან ვიგებთ ამას ყველაფერს. და საინტერესო არის იმით, რომ შემორჩენილი არის მაშინდელი ლურსმნები, რითაც მიჭეტებული იყო იმ კონკრეტულ ლუდხანაზე. განსაკუთრებით მოწონთ ხოლმე ბავშვებს დამთვალიერებლებს ეს ლურსმნების აღმოჩენა, იმიტომ რომ რაღაცნაირი კავშირია მაშინდელ სამყაროსა და ისევ უბრუნდები დროის კაფსულის ეფექტი არის რაღაცა ხელშესახები მასთან უფრო ისეთი მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარი არის, რომელსაც ინტერესი წევს. კარგი კითხვაა, პოპულარული ნამუშევრები, ყველაზე ცნობადი ნამუშევრები, ეს გახლავთ ჟირაფი, ეს არის აქტრისა მარგარიტა, ნატურმორტი, თევზის ნატურმორტი. ჩვენ ახლა ვირის ხიდი ჩავრთეთ, ასე ვთქვათ, აქტივში, უფრო მეტი ინფორმაციული დატვირთვისთვის, მატარებელია ძალიან პოპულარული და რა თქმა უნდა მეთევზე, რომელიც ამჟამად იმყოფება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში და აუცილებლად უნდა მივბრძანდეთ და დაათვალიეროთ იქ ექსპოზიციაში როგორ ჩანს და როგორ იკითხება. კი ბატონო. ასე სხვა ნამუშევრებიც მინდა რომ ნახოთ და მანამდე ჩვენს მაყურებელს მინდა რომ შევახსენოთ, რომ თავდაპირველად ფრანგმა ხელოვანმა აღმოაჩინა ფიროსმანის ნამუშევრები და საერთაშორისო ასპარეზი სწორედ მაშინ დაიწყო, როგორც ვიცი, თუ მე შეიძლება შემისწორეთ, მისი ნამუშევრების გადანა. და ახლანდელი სიახლეები, რაც არის დაკავშირებული ფიროსმანის ნამუშევრებთან და გამოფენას, რომელიც ევროპაშიც მოეწყო, ესეც მინდა რომ რაღაცნაირად მათ გავიხსენოთ და გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელს. უშუალოდ პირველი, ესე ვთქვათ, აღმომჩენი და
დაინტერესებული ფიროსმანის შემოქმედებით. აქ ჩვენ შეგვიძლია ორი ადამიანი მოვიხსენიოთ, ეს არის მიშელ ლუდამთიუ, ხატვარი, რომელიც კირილ სტანევიჩთან ერთად თბილისში მოგზაურობს და ნახულობს დუქნებში ნამუშევრებს, აღფრთოვანებული ქართულ ჯოტოთ მოიხსენიებს მას და ფაქტობრივად აი ამ დრიდან იწყება ფიროსმანის კოლეგებისგან დაფასება. იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ თბილისში დუქნების მეპატრონეები მას კარგად იცნობდნენ და ხშირად პატიჟებდნენ, ასე ვთქვათ, მოსახატად. მინდა მოგახსენოთ, რომ მხოლოდ დაზგურ ფერწერაზე არ არის ფიროსმანის შემოქმედებაზე საუბარი. იქ კედლებსაც ხატავდა, დუქნების კედლებსაც ხატავდა, არის საუბარი, რომ ფანჯრებსაც ესეთი ვარაუდია, რომ ფანჯრებიც მოხატული იყო და შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორი ეფექტია, ხო, ეს ფანჯრის სინათლიდან შემოსული ეს ფერადოვანი ხატები იმ დუქანში, რომლის კედლებზე კიდე დამატებით არაჩვეულებრივი სურათები იყო, ხო, განთავსებული. და რა თქმა უნდა, იცნობდნენ მედუქნები, მაგრამ კოლეგებისგან მხატვრების დაფასება, აი ზუსტად ამ დღიდან იწყება, როდესაც შეიძენენ მის ნამუშევრებს. ეს არის 1912 წელი. მერე ლუდამთიუ გარდაიცვლება 17 წელს, მაგრამ ის რჩება, როგორც ასე ვთქვათ, პირველ დამფასებლად კოლეგისა. მერე უკვე რა თქმა უნდა ძმების დანევიჩები ჩაერთვებიან, საკუთარ სახელოსნოში უწყობენ გამოფენას. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ დიმიტრი შევარდნაძე, რომელიც ბოლომდე ცდილობს მის დახმარებას და ნამუშევრების შეგროვებას. და მერე უკვე როდესაც 1913 წელს უკვე გამოფენაზე მოსკოვში სამიზნე ერქვა ამ გამოფენას ძალიან ცნობილი მხატვრების, აღიარებული მხატვრების გვერდით უკვე ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებიც იფინება. აი აქედან უკვე იწყება არა დაუშვათ დაფიქსირება, არამედ უკვე აღიარება, თუ შეიძლება ითქვას, მისი შემოქმედების მსოფლიო დონის აღიარება. და უკვე ახლა შეიძლება ითქვას, რომ სოფლიოში აქვს მას განთქმული სახელი, მის ნამუშევრებს და რაღაცნაირად იქცა სიმბოლოდ, იცით, როგორი უნდა იყოს მხატვარი, როდესაც ერთგვარ სიმბოლოდ იქცა თვითონ ფიროსმანაშვილის სახელი, ხო? არა მარტო თავისი კონკრეტული შემოქმედების დაუშვათ დასტურად, არამედ როგორი უნდა იყოს ზოგადად მხატვარი, რომელიც აბსოლუტურად გულწრფელია ცხოვრების წესითაც და სიყალბეს არის მოკლებული შემოქმედებაში. ნამდვილად მის შემოქმედებას ეს ნამდვილად ეტყობა და ძალიან მიხარია, რომ გაქვთ ეს საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც კონკრეტულად ბავშვებისთვის არის, რომელსაც ძალიან ბევრ ამას მისცემს და ძალიან მიხარია, რომ ეს ფიროსმანისგან მოხდება და მათი ნამუშევრებისგან ეს კიდევ უფრო მეტად ამაღლებელი და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. და სანამ დაგმოშტობებით, მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრათ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის თქვენ ჩემზე უკეთ აუხსნით, მაგრამ რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის, სწორედ აი ამ ხაზით უფრო მეტად დაუახლოვდნენ ხელოვნებას. არა მარტო ბავშვებისთვის, მეცაც გეტყვით, სკოლის მოსწავლეებისთვის, საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, ნებისმიერი ასაკის და კლასის მოსწავლეებისთვის, მეცაც გეტყვით, სტუდენტებისთვისაც. ეს არის ამოწურავი თემა გახლავთ. გნებავთ იდეის გადაწყვეტილებით, გნებავთ ფერადოვანი გადაწყვეტილებით, გნებავთ კომპოზიციური გადაწყვეტილებით, გნებავთ როგორ შეიძლება შექმნა განწყობა იმისა, არა თვით საგანი, არა თვით იდეა, არამედ მისი გამოსახულება. ეს ძალიან რთული, ამიტომ არის ეს ქართული მოდერნის ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელი. ის მუდამ თანამედროვეა. მუდამ საკითხით დგას იმ ტენდენციებით, რა ტენდენციებიც თანამედროვე სახვით ხელოვნებაში არის პრიორიტეტული. ეს იყო მაშინაც და ახლაც ძალიან თანამედროვე.
ალბათ ამაშია ძალიან დიდი მისი ნიჭი. მისი გენი ალბათ ამაში გამოიხატება და ალბათ კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მან მოძებნა ძალიან ესეთი სახასიათო წერის მანერა, თხრობის მანერა თუ შეიძლება ესე თქვათ, აკი ვთქვით, რომ არაჩვეულებრივი მთხრობელია, ხო, ფიროსმანაშვილი, რომელიც აბსოლუტურად გასაგები არის ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ბავშვი ახსენეთ თქვენ და დაგიდასტურებთ, ხო? ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის და ნებისმიერი წარმოშობა, წარმომავლობის ადამიანისთვის. მოგეხსენებათ, აღქმის მანერა და ესთეტიკა ყველა ქვეყანას, იქნება ეს აზიური სამყარო, ევროპული სამყარო თუ აღმოსავლური სამყარო, ყველას თავისი აქვს და იყო ყველასთვის გასაგები ადვილად აღსაქმი და მისაღები, ეს ძალიან რთულია. და ნიკომ მოახერხა ის, რომ სწორედ აი ეს ყველასათვის საყოველთაო თხრობის მანერა, საყოველთაო ენა, რომელსაც თარგმანი არ ჭირდება მოძებნა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან შეხვედრა და ფიროსმანის ნამუშევრებზე საუბარი. გემშვიდობებით დროებით, თუმცა შეხვდებით რა თქმა უნდა კიდევ არაერთხელ. აუცილებლად დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა. ასევე მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომელმაც ეს დრო გაატარა ჩვენთან ერთად. მე აუცილებლად გირჩევთ, რომ ესტუმროთ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას და ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებით კიდევ არაერთხელ დადგმოთ. ბედნიერით.